ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება და როცა ქარიშხალია, უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც აუცილებლად გაივლის. ყოველთვის ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ ვერ იქნება და როცა გგონია, რომ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, საკუთარი თავის მიღება ძალიან გვიჭირს. სინამდვილეში კი ეს არის უბრალოდ ბუნებრიობა, ეს არის ცხოვრების ციკლი და ხო, ზოგჯერ ცხოვრებასაც უნდა ვაცადოთ ცხოვრება და აი ასეთ ცუდ დღეებშიც უნდა შეგვეძლოს რეალობის მიღება, საკუთარი თავის მიღება, დანახვა პირველ რიგში აღიარება, რომ ეხლა სუსტი ვართ, ეხლა უბრალოდ არაფერი გამოგდის, ეხლა ვტირით, ეხლა არ გვიხარია. მერე რა, უნდა თქვა, რომ ესეც შენ ხარ და უბრალოდ ცხოვრება გრძელდება. ხშირ შემთხვევაში ასეთი დღეები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენთვის, რადგან სწორედ აი ამ ასეთ დღეებს მოაქვს ბალანსი ჩვენს ცხოვრებაში. შინაგანი სიმშვიდე და ძალა არ ნიშნავს, რომ არ იქნება ასეთი დღეები, არ ნიშნავს, რომ არ იქნება გამოწვევები, რა თქმა უნდა, იქნება, ოღონდ უკვე თქვენი შეგნებული არჩევანია, როგორ რეაგირებას მოახდენთ ამ გამოწვევებზე, როგორ მიიღებთ და როგორ შეძლებთ, რომ გაუმკლავდეთ მას. ტოქსიკური პოზიტივი, კიდე ესეც მინდა აღვნიშნო, ხშირ შემთხვევაში დამღუპველია და ისეთივე დამანგრეველია ჩვენი ფსიქიკისთვის, როგორც ნეგატივი, იმიტომ რომ ტოქსიკური პოზიტივი ზოგჯერ გადამეტებულ მოლოდინებს იძლევა და სინამდვილეში ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ და ახლა ჩვენთვის არის რეალობის მიღება და ბალანსი. ბალანსი არის ჯადოსნური სიტყვა, პირველ რიგში ბალანსი საკუთარ თავთან და ბალანსი შენს დანარჩენ სამყაროსთან.